ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარი ალექსი პეტრიაშვილი, ეს ის წინამთავრობაში ევროინტეგრაციის მინისტრი იყო. ბატონო ალექსი, დროდადრო სულ არის საუბარი ხოლმე, როდის იქნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ბოლოს დაახლოებით დასახელდა თებერვალი-მარტი. თქვენ შეგიძლიათ, ვიცი რომ თქვენ სათავეში იყავით ერთ-ერთი ამ პროცესის და ახლა წადევნებთ თვალს. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს არანაირად არ უკავშირდება, თუ უკავშირდება რაღაც შიდა ფაქტორებს, ხელისუფლების ურთიერთობებს, მის აქტივობებს, არამედ უკავშირდება სწორედ იმას, რომ იქ შიგნითვე უნდა ჩაიდოს დაზღვევის მექანიზმი, რომ იყოს შეჩერების შესაძლებლობა. ანუ აგვიხსენით კარგად და შემდეგ სხვა კითხვები გვექნება, როგორი უნდა იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკა. მოგესალმებით დიანა, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ტელემაყურებელს. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ნამდვილად ითქვას, რომ ეხლა უმთავრესი ფაქტორი შემოფერხებელი, დამამრგოლებელი ფაქტორი არის ის მოლაპარაკებები, რომლებიც მიმდინარეობს ევროკავშირის შიგნით შეჩერების მექანიზმის თაობაზე შეთანხმების მიმართულებით. ეს შეჩერების მექანიზმი არის, რა თქმა უნდა, განპირობებული სირიიდან მიგრაციის, ერაყიდან სირიიდან მიგრაციის პრობლემის, ესე ვთქვათ, ესეთი მასშტაბური ხასიათიდან გამომდინარე. შესაბამისად, საქართველომ თავისი ვალდებულებები მართლაც პირნათლად შეასრულა, სულ 1-2 დღის უკან უკრაინასაც დაუდასტურა ევროკავშირმა, რომ უკრაინის მოქალაქეებიც მიიღებენ უვიზო მიმოსვლას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ასევე ინფორმაცია, რომელიც ჟურნალს ევროკავშირის სტრუქტურებიდან უახლოესი კვირების განმავლობაში უნდა მოხდეს შეთანხმება 2-3 კვირის განმავლობაში, ანუ საშობაო არ დადებამდე უნდა მოხდეს შეთანხმება ამ შეჩერების მექანიზმზე, რომლის მერეც უკვე არავითარი შემაფერხებელი და დამარგოლებელი ფაქტორი აღარ არსებობს. რეალურად რთული სათქმელია, რამდენად ეს მოესწრება უკვე საბოლოო გადაწყვეტილებები ევროპარლამენტის მიერ კენჭისყრა, ეს ყველაფერი რამდენად მოესწრება წლის ბოლომდე წელს, მაგრამ თუ კი აი ეს თავარი შეჩერების მექანიზმის თაობაზე შეთანხმების მიღწევა და არის ამ მიმართულებით გარკვეული ოპტიმისტური, ესე ვთქვათ, განაცხადები, უნდა ვიმედოვნოთ, რომ ზამთრის ბოლომდე ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რაც გადაწყვეტილების ბოლო საფეხურიდან მოლდოვის შემთხვევას თუ გავიხსენებთ, 2 თვე ჭირდება ამის ძალაში გაზაფხულზე შეიძლება არსებობდეს. იყო ჯერ საუბარი, რომ ეს იქნებოდა ზაფხულამდე, ეს იქნებოდა წინასაარჩევნოდ, ეს იქნებოდა პოსტსაარჩევნოდ, ახალ წლამდე. კი, გულწრფელი მოლოდინი იყო. ამ მიმართულებით ყველას აქვს, რა თქმა უნდა, თავისი არხები, ურთიერთობები და ყველა დარწმუნებული ვარ, ვინც ამ მიმართულებით ბიუროკრატიული ბარიერია და არა პოლიტიკური, ხო? დიდი პრობლემა, რომელიც წარმოიშვა ამ აღმოსავლეთში კრიზისის შედეგად და მილიონობით მიგრანტი აღმოჩნდა უკვე მიმწყდარი ევროპის საზღვრებს, ასეულ ათასობით ევროპის შიგნით, ჩრდილოეთ აფრიკიდანაც, ასევე ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც რეალურად სერიოზული მსჯელობის, დისკუსიის და ცხარე კამათების საგანი არის თვითონ ევროკავშირში. საერთოდ ამ შენგენის ვიზასთან მიმართებითაც, მიგრაციულ პოლიტიკასთან მიმართებაშიც, შრომითი მიგრანტების პოლიტიკასთან დაკავშირებით და მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან მიმართებაში. ნამდვილად შეიძლება ითქვას, ეხლა აქ კონკრეტულად არც და რა თქმა უნდა საქართველოს ყოველთვის ყველა შესაძლებლობაზე, ყველა საფეხურიდან, ყველა დონიდან ვიცი რომ ძალიან კარგად მუშაობს იქ ადგილზე საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ძალიან აქტიურად ნატალია საბანაძე, ძალიან დიდი ძალისხმევა არის ნამდვილად, რომ ეს პროცესები სწორად და კარგად მიმართება და მინდა გითხრათ, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული ნამდვილად, რომ
არ გადაიდოს და კონდეთ ეს ვალდებულებაც და კონდეთ რა შეიძლება იყოს აი გადადება როცა ახსენებთ აქ გულისხმობთ მხოლოდ აი იმ ბიუროკრატიულ მექანიზმებს რომელზეც საუბრობთ თუ კიდევ რამე ფაქტორი შეიძლება არსებობდეს რამაც შეაფერხოს პროცესი ამის მსგავსი ფაქტორი რეალურად არ არსებობს ეხლა დღეის მდგომარეობით და დიდი იმედი მაქვს რომ არც იქნება რეალურად ხელისუფლება რამდენადაც ვიცი გეგმავს გამოაცხადეს ტელევიზიითაც რომ დეკემბრის დასაწყისში ასოცირების დღის წესრიგის განხილვა მოხდება 2017-2020-ის ეს უმნიშვნელოვანესი კიდე ცალკე თემაა რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით ძალიან სერიოზულად უნდა იყოს ახმული ხელისუფლების მხრიდან ვინაიდან მთელი სპექტრი არის სფეროების, რომელშიც რეფორმირება უნდა განხორციელდეს და არა ქაღალდზე, არა დეკლარირებულად, არამედ რეალურად. და ამ მოლაპარაკების პროცესშიც ბუნებრივია საქართველოს ხელმძღვანელები, პრემიერ-მინისტრი შეხვდება ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელებს და მათთან ბუნებრივია მე არ მეპარება რომ ეს საკითხი დადგება რომ ის მექანიზმი დაჩქარდეს. საგარეო პრიორიტეტებზე ოცნებას ეხა ახალი ვადა აქვს ათვლილი ის აღარ არის კოალიციური პარტნიორებით წარმოდგენილი ეს არის ერთი პარტია პრემიერი საუბრობდა ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობაზე რუსეთთან დეესკალაციის პოლიტიკაზე ანუ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ამ მეორე ვადის პირობებში მთავრობის საგარეო პოლიტიკა რაიმე ტიპის ცვლილებები გასაგებია კურსზე არ ვსაუბრობ მე ვსაუბრობ აი ამ პოლიტიკის წარმოებაში თუნდაც რუსეთთან მიმართებაში რაიმე ტიპის ცვლილებების ნიშანს ხედავთ თუ არა, იმიტომ რომ აი უფრო აქტიურობაზე საუბრობდა ზურაბ აბაშიძე, რომელიც მისი წარმომადგენელია მაგალითად რუსეთთან ურთიერთობაზე. ნამდვილად სასურველი არის უფრო აქტიურობა. მე ვიტყოდი რომ ახალი მოედნების ძიება არის და განმარტავ ახლა რა გულისხმობთ ამ ახალ მოედნებს და ახალ ფორმატებს, იმიტომ რომ ზურაბ აბაშიძეს კარასინთან ფორმატში, რომელიც შეთანხმდა და გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მის უფლება მოსილებაში იყო და ვერავინ ვერ მოთხოვს ამიტომ ნამდვილად მის უფლებამოსილებაში იყო ეკონომიკური, სავაჭრო ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ირგვლივ დისკუსიების წარმართვა, გადაწყვეტილებების მიღებისთვის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით სერგი კაპანაძემ აღიარა რომ მსგავსი ფორმატი ჩვენ ქონდა ჟენევის ფორმატი რომ სრულდებოდა მე ვჯდებოდით იგივე ადამიანებთან ერთად და 3 საათი სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობთ ანუ დაახლოებით პრაღა და ჟენევაშიო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჟენევაშიც ჩვენი დიპლომატები აუცილებლად იმ შესაძლებლობასაც იყენებენ. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი არის ახალი ფორმატის მოფიქრება. დღეს ყველას მართლაც აქაც ითქვა თქვენს გადაცემაში დღეს და ცხადია ეს ყველასთვის ნათელია. ყველას აქვს თავისი სირთულეები რუსეთთან ურთიერთობაში. სერიოზული სირთულეები ისეთი როგორიც ამ დრომდე არ ყოფილა, მაგრამ მიუხედავად ამ სირთულეებისა, როდესაც საქმე ეხება მოლაპარაკებას მაგალითად ირანის ბირთვულ პროგრამას. როდესაც საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებს, ეს სახელმწიფოები პოულობენ თავის თავში რესურსს, იკრიბებიან მიუხედავად ურთულესი ურთიერთობებისა, იკრიბებიან ამ ქვეყნის ხან პირველი დიპლომატები, ხან ექსპერტები, სადაც იმართება, მაგრამ ძირითადად საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ხდება ეს შეკრებები უკრაინასთან მიმართებაში მაგალითად არსებობს ნორმანდიული 4-ეული. მე ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან, რაც არის აქამდე მუშაობა დაწყებული, უნდა გაასმაგდეს, რომ დღის წესრიგზე იყო აქ საუბარი, წინა გამოსვლელმა ისაუბრა და დღის წესრიგი არ ნიშნავს, არასდროს არ ნიშნავს იმას, რომ გინდა თუ არა რაღაცა კონფრონტაციაში და კონფლიქტში გადავიდეს, დიპლომატებმაც და პირველმა პირებმა ძალიან კარგად იციან, როდესაც დიდი მოთამაშეები აყენებენ საკითხს დღის წესრიგში, როდესაც დგება, როდესაც ბრუნდება საქართველოს საკითხი, იქ მერე უკვე
საერთო სურათი ჩდება ორივე მხარეს ან მრავალ მხარეს საერთო სურათი ჩდება და იქ მერე მიდის უკვე გადაწყვეტილებების მიღება ახალ მოედანს თქვენ გულისხმობთ პარტნიორების დახმარებით რაღაც მოლაპარაკებას თუ პირდაპირ დიალოგს ერთ-ერთზე აი მაგალითად თქვენ დიპლომატები ახსენეთ აი ლავროვის და ჯანელიძის დონეზე ან კვირიკაშვილი პუტინის ან მარგველაშვილი პუტინის დონეზე თუ ეს რაღაც მე შემიძლია გითხრათ ნეიტრალური მოედანის საერთაშორისო მეგობრების დახმარება რაც არ უნდა ფანტასტიკური ურთიერთობები იყოს ორ სახელმწიფოს შორის მაგალითად ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან უმაღლესი დონის შეხვედრა და საგარეო უწყების ხელმძღვანელების შეხვედრას წინ უძღვის ძალიან სერიოზული პროცესი მუშაობის, როდესაც აი ეს შეხვედრები არის უკვე გვირგვინი კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების. ან უკვე მიღწეული გადაწყვეტილებების თაობაზე დიდი შეთანხმების, ან პრობლემური საკითხები, რომელიც არის დარჩენილი, დალაპარაკების და იქ საბოლოო პროგრესის მიღწევის. ორივე მხარე თავის ლიდერებს, ხელმძღვანელებს ამზადებს იმისათვის, რომ არის ეს თემა, არის მზაობა აქ არ არის მზაობა, აქ შეიძლება იყოს მიღწეული კომპრომისი და ეს თემა და ეს შეხვედრები მზადდება. გამორიცხულია დღევანდელ რეალობაში, დღევანდელ ვითარებაში, გამორიცხულია შეხვედრისთვის არ ჭირდება არავის საქართველოს ხელისუფლებას არც აი როგორი უნდა იყოს, იქნებ ცოტა პერსონიფიცირება მოვაკინოთ, რომ უფრო ადვილად გაიგონ მაყურებლებმა. აი ვის დონეზე რა ტიპის, იმიტომ რომ აი მაგალითად ზურაბაბაშიძე ამსაუბრობდა, რომ თუ პროგრესი იქნება ურთიერთობებში, დადგება მაშინ პირდაპირ შეხვედრის და დღის წესრიგში და პროგრესი როგორ უნდა იყოს. ამ პროგრესის მიღწევასაც ხომ კი, რა თქმა უნდა, ბატონი ზურაბი საუბრობდა მცირედ პროგრესზე და ამის ნიშნები უნდა იყოს, ისმის რომ მას ეს დიალოგი მიყავს და მისი ეს განცხადება უფრო ჰეჯირებული არის, ვიდრე ხა მე ვიტყვი. ნამდვილად პოლიტიკურ დიალოგში ჩემოვიტანოთ ეს სიტყვა. ეს ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემები უნდა იყოს, სიგნალები უნდა იყოს ორივე მხრიდან. მაგალითად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს სექცია თბილისში, რუსეთის საელჩოსი, რომელიც გაცემს ვიზებს, არსებობს ეგრეთ წოდებული საელჩო სოხუმში და ეგრეთ წოდებული საელჩო ცხინვალში. სანამ არ იქნება იმის ნიშანი, რომ ეს დიპლომატიური ეგრეთ წოდებული წარმომადგენლობები არ დავა ერთამდე, არ იქნება ამაზე მზაობა, არ იქნება არავითარი დიდი ნაბიჯი წინ გადადგმული. რუსეთს დღეს ნამდვილად არაფერი ეთყობა იმის, რომ იყოს რაღაცა დიდი ნაბიჯების გადადგმისთვის მზად. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საერთაშორისო სამეგობროში საერთაშორისო პარტნიორებთან გასააქტიურებელია მოთხოვნა იმისა, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი ძლიერი ფორმატი იმისათვის, რომ დავსხდეთ და ველაპარაკოთ. რუსეთს დროა უკვე ჩვენი საკითხის მოგვარების. აგერ გერმანიაში ჩატარდება, საფრანგეთშიც ჩატარდება, სულ მალე არჩევნები, გაირკვევა იქ ახალი ხელმძღვანელები, ამერიკის ადმინისტრაციაშიც მოხდება ყველა თავთავის თანამდებობაზე განლაგება, განთავსება. დაახლოებით სურათი უკვე შექმნილი იქნება რეალურად და ამ გუნდებთან ამ უწყების ხელმძღვანელ პირებთან, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ეს არ ეხება კონკრეტულად არც მიხეილ ჯანელიძეს მარტო, არც გიორგი კვირიკაშვილს მარტო, არც ირაკლი კობახიძეს მარტო და არც გიორგი მარგველაშვილს. ყველას ერთად ეხება ეს, ყველამ ერთად, ყველა ფრთიდან, ყველა სექტორიდან უნდა მოხდეს საზოგადოების ამ თემაში, რა თქმა უნდა, კონსოლიდაცია პოლიტიკური ძალებისაც, არასამთავრობო სექტორისაც. თავრობას ხომ არ ფიქრობთ, რომ რაღაც ტიპის კომპლექსი აქვს ამ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობაში? ურჩევნია რაღაც მშვიდი თითქოს პრაგმატულ პოლიტიკას არქმევს მის პოლიტიკას რუსეთთან და რაღაც რეალური არც
ომია და არც მშვიდობა. ესეთი ტერმინი ჩვენს ქვეყნის დიდ მეგობარს აქვს გამოყენებული საქართველოსთან მიმართებაში სტრატეგიული მოთმინებასაც აქვს თავისი ზღვარი. დღეს ჩვენ საუბრობთ, როდესაც საბედნიეროდ მოხდა განთავისუფლება 18 წლის ახალგაზრდის სოფელ ჯარიაშენიდან იყო გატაცებული, ეს ყოველდღიურობაში შემოვიდა. რატო შემოვიდა ეს ყოველდღიურობაში და ამას მე დილას ინფორმაცია გავრცელდება, რომ გაიტაცეს თან ეს ახალგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, საღამოს გავრცელდება ან მეორე დღეს რომ არის ცხინვალის ეგრეთ წოდებულ მილიციის იზოლატორში და ასე ეს არ უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი, თუ ნორმალურ ურთიერთობებზე არის საუბარი და ურთიერთ რაიმე პატივისცემის ნიშნების გამოვლინებაზე, რუსეთის ხელმძღვანელობას არაფერი არ უღის, იმად და არაფერი არ ჭირდება განსაკუთრებული, რომ თავდაცვის მინისტრმა გაცეს განკარგულება, რომ აღარ იქნება მან ადგილზე მოტაცება. ეხლა, როდესაც არის იქ საუბრები, რომ დიპლომატები ვერ ვაკონტროლებთ სამხედროებს, სამხედროები ვერ გადალახავენ სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის ბარიერს და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ მზაობა არ არის. მზაობას ქმნის მოლაპარაკებები, წინასწარი. ვერავითარ შემთხვევაში წამგები არ იქნება ყველასთვის. რუსული მხარისთვისაც ნაკლებად, რა თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებულად ქართული მხარისთვის ამ შეხვედრის ჩატარება. იმიტომ რომ არაფერს არ მიცემს ეს ის არ იქნება ფართო პარტნიორებთან ეს იქნება პოზიციები დაფიქსირებული და აზრი არ აქვს ამას ყველა ხდება ამას ძალიან ნათელია ეს ამიტომ საჭირო არის ყველა რგოლის კონსოლიდირება აღმასრულებელ ხელისუფლებაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკანონმდებლო ხელისუფლებაში რომ ჩვენი პარტნიორების მობილიზება მოხდეს და ამ თემის საქართველოს საკითხის და საქართველოს თემის უფრო მაღლა და უფრო სწორად რეალურად დღის წესრიგში დაბრუნება და ბოლოს რასაც ვიტყოდი არის ის კარგი არ აქვს ამას მნიშვნელობა რომ ვის დროს დაიწყო ვის დროს გაგრძელდა სახალხო დიპლომატიას კონკრეტული პროექტების განხორციელებას ვაჭრობის აღდგენას ისტორიას თუ გადავავლებ თვალს სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა ყოველთვის არეგულირებდა საბოლოო ჯამში საქართველოს უახლეს ისტორიაში სხვათა შორის ერგნეთი არ იყო რა თქმა უნდა იდეალური იყო თეთრი ხვრელი იყო უამრავი თუ შავი ხვრელი უამრავი პრობლემები მაგრამ გამჭოლად დადიოდა ავტოტრანსპორტი და ხდებოდა ადამიანური ურთიერთობები ძალიან კარგია რომ სამეგრელოში არის სამეგრელოს რეგიონში შენდება თანამედროვე ძალიან კარგი კლინიკა ძალიან კარგად მუშაობს რამდენადაც მე ვიცი იქ სავაჭრო ცენტრი ეს მიმოსვლა ეს ურთიერთობები უნდა იყოს მაქსიმალურად რათა ხალხთა შორის ეს ძაფები არ გაწყდეს და პირიქით გააკეთდეს კიდევ ბევრი რამე არსებობს იმისი მოფიქრება შეიძლება და რეალურად დიდი მადლობა ალექსი პეტრიაშვილს რეკლამის შემდეგ ვანო მაჭავარიანი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და ვალერი ხაბურძანია ჩაგორცობა მოსკოვი